ჭიათურის რაიონის სოფელ გრეზრულის მოსახლეობა წაბლის ხეების მასობრივი ჭრის შეჩერებას ითხოვს წინააღმდეგ. შემთხვევაში ისინი რადიკალური ზომების მიღებას აპირებენ და ამბობენ, რომ კომპანია ვუდერსპორტის ტუთნილ ტექნიკას დააზიანებენ. კომპანია ვუდერსპორტმა სახელმწიფოსგან 5-წლიანი ლიცენზია 2011 წლის ოქტომბერში მიიღო. პირობების მიხედვით კომპანიას მხოლოდ სანიტარული ჭრის უფლება აქვს, რაც დაავადებული ხეების ჭრას გულისხმობს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ძირითადად ჯანმრთელ ხეებს ჭრიან. ვუდერსპორტის წარმომადგენლობაში მეცხრე არხის სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ჩვენთვის მთავარი ის არ არის, რომ ბიზნეს შეუშალოთ ხელი. ჩვენ ვამბობთ, ბიზნესი განვითარდეს ლიცენზიის პირობებში. ანუ მოჭრან დამპალი განადგურების პირას მისული ხეები. იმიტომ რომ ეს არის ბუნების გაკეთილშობილება და გაჯანსაღების ერთადერთი საშუალება დღესდღეობით. ანუ ეს სანიტარული ჭრა გულისხმობდა ცუდის გატანას, კარგის დატოვებას. აქ ხდება სხვანაირად. რჩება ნაყარი, დამპალი ნაწილი, მოჭრილი ხელმცენარეების. თუ კი ასე ბარბაროსულად ისევ ესენი გააგრძელებენ მუშაობას და ჭრას, ჩვენ სოფელი ავდგებს და ბარბაროსულად მეუხსენებს მაგათ ტექნიკას, მაგათ თვითონ მაგათაც. ჩვენ ჭრით ესეთ ხეებს, რომელიც გამოგვიყოს სამინისტრო, რომელიც არის მობეჭდილი, იმ ხეებს და მობეჭდალ ხეებს არაფერს არ ჭრით. გვაქვს ოფიციალურად ლიცენზია და კანონიერად ვაკეთებ ყველაფერს.